ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სასწაულმოქმედი და მირონმდინარე ასლით მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიაში საზეიმო ლოცვითი მსვლელობა გაიმართა. სიწმინდე ზედწოდებით მოალერსე, რომლის წინაშეც წმინდა სერაფიმე საროველი 1000 დღეღამის განმავლობაში მუხლმოდრეკით ლოცულობდა, კურსკიდან 26 დეკემბერს ჩამოაბრძანეს. ხატი ჯერ ხუჯაბის წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის მამათა მონასტერში მიაბრძანეს, შემდეგ კი სასულიერო პირებსა და მრევლს სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა წერაქვის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერში მიეცა. შაბათ საღამოს ხატი დააბრძანეს მარნეულის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც მომლოცველები მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდნენ და მსახურება უწყვეტად მიმდინარეობდა. კვირადილით კი მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ საზეიმო წირვა აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სიწმინდის თანხლებით ლოცვითი მსვლელობა მარნეულის ცენტრიდან დაიწყო და მასში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო. მსვლელობის დასასრულს მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ სხვა მღვდელმთავრებსა და სასულიერო პირებთან ერთად საზეიმო პარაკლისი აღავლინა. როგორც მსვლელობის მონაწილეებმა აღნიშნეს, მირონდენა განსაკუთრებით გაძლიერდა, როდესაც ხატი ეპარქიას ტოვებდა. სიწმინდე მარნეულიდან თბილისში, მუხიანის წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. ეს არის ხადაგება დღევანდელი დღე, რომ ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება არის მარადიული, რომ ამ რწმენით საუკუნეების განმავლობაში მიდიოდა ქართველი ადამიანი და დღესაც ამ გზით უნდა იაროს სრულიად საქართველო ღმერთმა მოაქციოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეუხლებით. ამინ. ხარობს ეციური მოზეიმე ეკლესია, ხარობს ჩვენ სამქვეყნიური მართლმადიდებელი მებრძოლი ეკლესია. ეს ჭეშმარიტად ორი ნაწილია ქრისტეს ერთიანი სხეულისა. ხარობთ მთელი ეპარქია, მთელი სამწყსოთი. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა მაცხოვრის მოსვაკურთხევითა და დედა ღვთისმშობლის მეოხება განუსაზღვრელია ქართველ ერზე. მე და მეულოცობ თქვენ მოსახლეობას აღნიშნული ხატის ჩამოწანება, სასწაულმოქმედი ხატის, რომელიც მისი მადლითა და ძალით აგერ იბრძანდება მარნეულის ქუჩებში. 28 დეკემბერს გამთენიისას ადრიატიკის ზღვაში საბერძნეთის სანაპიროსთან სამგზავრო ბორანს ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე მყოფ 478 პირს შორის საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა, აქედან ერთი სასულიერო პირი. ის მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილია კარტოზიაა. მაშველების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ამ დროისთვის ყველა მგზავრი ევაკუირებულია. საქართველოს 6 მოქალაქის მდგომარეობის შესახებ უკვე ცნობილია. დანარჩენი 2 სადგილსამყოფელი კი ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის დადგენილი. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მაყურებელს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ხანძრის შედეგად დაზარალებულნი. იუსტიციის სახლისა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთობლივი პროექტი ერთი დღე იუსტიციის სახლის თანამშრომლად დასრულდა. იდეის ავტორებმა პროგრამის მონაწილე ახალგაზრდების სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იუსტიციის სახლის მოხალისე თანამშრომლები იყვნენ და მოქალაქეებს საჭიროების მიხედვით ეხმარებოდნენ. ღონისძიებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 350 ახალგაზრდა ჩაერთო. ამ პროგრამის ფარგლებში 150 სკოლის მოსწავლე ჩართული იყო ყოველდღიურად ჩვეულებრივ თანამშრომლის საქმიანობას ახორციელებდნენ და ეხმარებოდნენ საზოგადოებას მიეღოთ მათთვის საჭირო სერვისები. შესაბამისად, დღეს არის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც ამ მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, რომ მათ წარმატებით გაიარეს და მიიღეს იუსტიციის სახლის თანამშრომლის სტატუსი. როდესაც იუსტიციის სახლში მოვედით პირველად, ჩავგეტარეს ტრენინგები. გაგვესაუბრა იუსტიციის სახლის სპეციალური თანამშრომელი. გვასწავლა ხალხთან ურთიერთობა, დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ. ძალიან დიდი გამოცდილება მოხდა თითოეულ მონაწილეს ამ პროექტის.
სამტრედიის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება. პოლიგონის კეთილმოწყობის მიზნით ჩატარებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მთლიანად შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია. მოეწყო პოლიგონზე მისასვლელი გარე და შიდა გზები, ასევე მოხდა ტერიტორიის ელექტრიფიცირება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყარინარჩენების მართვის კომპანიასთან ერთად მხოლოდ მიმდინარე 2014 წლის განმავლობაში 19 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განახორციელა ნაგავსაყრელი პოლიგონების კეთილმოწყობის და სამონტაჟო სამუშაოები. აღნიშნული ნაგავსაყრელები 10 წლეულობის განმავლობაში ქაოტურად, სტიქიურად იმართებოდა და თავსდებოდა ნარჩენები. სწორედ დღეს დავასრულეთ სამტრედიაში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები. დასრულდა სამტრედიის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები. აქ წლების განმავლობაში ძალიან რთული მდგომარეობა იყო. ნარჩენები იფანტებოდა გზის სავალ ნაწილზე. ეხლა განხორციელდა კეთილმოწყობის სამუშაოები, მთლიანად ტერიტორია შემოიღობა, გადაიფარა საიზოლაციო ფენით, მოეწყო მიწის მარაგები შემდგომი ექსპლუატაციისთვის, მოეწყო ძირითადი გზები. ნაგავსაყრელი ემსახურება გარდა სამტრედიისა, ასევე აბაშის და ვანის და ხონის მუნიციპალიტეტებს. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა 2014 წლის ანგარიში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარადგინეს. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სასწავლებლის ახალი საგანმანათლებლო პროგრამები სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლებაზეა ორიენტირებული. სკოლის სამიზნე ჯგუფს კი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონები წარმოადგენს. ღონისძიებაზე ასევე სასწავლო დაწესებულების მეოთხე ნაკადის მსმენელთა გამოშვების საზეიმო ცერემონიალი შედგა. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ჩვენი ძირითადი ყურადღება მიიმართა ქართული სახელმწიფო ენის შესწავლაზე. შესაბამისად გაიხსნა 8 ახალი რეგიონალური ცენტრი, რომელიც უშუალოდ მუშაობს ეთნიკურ უმცირესობაზე, რომელთაც შეჭირდებათ ხელშეწყობა სახელმწიფო ენის სრულფასოვნად შესწავლისათვის, რადგანაც ნამდვილად მოხდეს მათი სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში და რაც მთავარია საჯარო სექტორში, რომელშიც ისინი უფრო არიან დასაქმებულნი. სკოლა გასულ წელს გახდა საერთაშორისო ადმინისტრირების სკოლების კლუბის წევრი ევროპულ დონეზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ქალბატონ ქეთევან ჯაყელის უდიდესი დამსახურება ამ საქმეში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2015 წელს სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ექნება უფრო მეტი მხარდაჭერა, ეყოლება უფრო მეტი მსმენელი და რაც მთავარია, უფრო მეტ მსურველს შეასწავლის სახელმწიფო ქართულ ენას. ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარებს დამდეგი შობა ახალი წელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ მანდატურთა სამსახურმა და კომპანიამ მელკო ფუდმა მიულოცეს. დაწესებულებების წარმომადგენლებმა ბავშვებს ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. როგორც აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ისინი ბერი ანდრიას ფონდის ხშირი სტუმრები არიან და მათ მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ. ძალიან მნიშვნელოვანი არის მსგავსი აქციები ბავშვებისათვის, იმიტომ რომ ამით ძალიან ჯერ ესეთი ძალიან ხალისობენ, მათ თავიანთი თავი მიტოვებულად აღარ მიაჩნიათ, მით უმეტეს ახალი წელი ესეთი დღესასწაული არის ყველასთვის საყვარელი, ამ ბავშვებს ძალიან უყვართ ესეთი ღონისძიებებს რო უწყობენ მათ და მოდიან მათთან სახლში, ეს არის ძალიან სასიამოვნო, როდესაც მათ ესტუმრებიან ხოლმე სახლში. საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ულოცავს ბერი ანდრიას სახელობის ფონდის პატარა ახსაზრდელებს შობა ახალ წელს, უსურვებს მას ყოველივე კარგ ჯანმრთელობას, სიკეთეს და სიყვარულს.
2015 წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა. საზეიმო განწყობა კი უკვე მთელ ქალაქში იგრძნობა. ამ მხრივ რიყის პარკი მრავალფეროვანი პროგრამებით ნამდვილად გამოირჩევა. დღის 12 საათიდან აქ დიდი საახალწლო დღესასწაული იწყება. ყინულის მოედანზე განსაკუთრებული ხალხმრავლობაა და ბავშვების ინტერესიც ციგურაობის მიმართ საკმაოდ დიდია. დღეს გაიხსნა რიყეზე ყინულის მოედანი და ქალაქ თბილისის მერიის საციგურაო ცენტრის აღზრდილებმა შეასრულეს ეს საზეიმო ნომრები და ეს გახსნა აღნიშნეს ამისთან ლამაზი ზეიმით და თქვენ ხედავთ რიყეზე რამდენი გასართობი აქვს პატარებს, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, ძალიან კარგი ღონისძიებებია პატარებისთვის. ძალიან მომწონს ეს ყინული, ჯერ სამი თუ არა ჩემოვედი და ძალიან მომწონს აქ და ვცდილობ სუია რომ აქ. იაცის ქვეშ უფრო კაია ყინული ახალი, იმიტომ რომ უფრო ახალი წლის განწყობა უფრო მეტად შეგვექმნა ბავშვებს და გასართობიც არის. პატარებისა და მოზარდებისთვის სკვერში სხვადასხვა სპორტულ გასართობი ღონისძიება ტარდება. ბატუტს ხტომის, აკრობატიკისა და აერობიკის ნომრები. ამ ყველაფრის მონაწილეები მთელი დღის განმავლობაში ბავშვები თავად არიან. მათი განწყობის შესაქმნელად კი პარკში ნევერლენდის ზღაპრული სამყაროს გმირები იკრიბებიან და პატარებისთვის სხვადასხვა შეჯიბრს აწყობენ. გარდა ამისა, პარკში მოძრაობის თეატრის მსახიობების მიერ მოწყობილ პერფორმანსში ბავშვებთან ერთად უფროსებიც მონაწილეობენ. ულოცავთ რამდენს, გაოზა ეს არის და ულოცავთ მთელ საქართველოს. ჩვენ ვართ მოძრაობის თეატრი, მოდით რიყეზე ჩვენ გაგართობთ. ბევრ საინტერესო რამეებს გთავაზობთ. აქ არის ძალიან ბევრი ბავშვი. ვერთობით ძალიან მაგრად ყოველთვის გვაქვს გასართობი სიმღერები, სხვადასხვა კონკურსები, გვაქვს გასართობი ბატუტი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენი სანტა ჩვენთან არის, ყველას ულოცავთ ახალწელს, გვაქვს ფანტასტიკური განწყობა. ყველაზე დიდი სიხარული კი ბავშვებისთვის ახალი წლის მთავარ გმირთან, თოვლის ბაბუასთან შეხვედრაა. ის პატარების საახალწლო სურვილებს ისმენს და ტკბილეულით უმასპინძლდება. ამდეგშობა ახალწელს. დღევანდელი დღისთვის ფანტასტიკური ამინდი გვაქვს, უამრავი ხალხი, აქტივობები, ბავშვები ერთობიან. დილას 12 საათიდან ღამის 12 საათამდე არ არის მათი მოსვენები. სრულიად საქართველოს გილოცავთ. ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მრავალ შობა ახალწელს გილოცავთ. ნაზვის ხედა ჩიტიშდება, ოქროთის გასაღლაწეს, საქართველოს ადიდებდათ, დავამდავალ ახალწელს, ჩემი გულის სიხალული, რა თქმა უნდა, ახალწელს მშვიდობა და სიხალული დავამდავალ ახალწელს. თოვლის ბაბუას დავაგვარეთ საჩუქრები, ბევრი. რიყის პარკში საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრამდე გაგრძელდება.